მოგესალმებით. 2024 წელი იწურება და ამით უკრაინაში ომის დაწყებიდან თითქმის 3 წელი სრულდება. ამ 3 წელმა მნიშვნელოვნად შეცვალა საერთაშორისო პოლიტიკის წესები და ბევრი რამ სააშკარაოზე გამოიტანა. მაგალითად, სააშკარაოზე გამოვიდა ის, რომ დასავლეთი, შტატები და დიდი ბრიტანეთი, ანგლოსაქსური სამყარო და ევროკავშირი სულაც არ ყოფილან მთლიანობაში ისეთი მშვიდობის მოყვარეები თუ მშვიდობის მტრედები, როგორც აქამდე გვეგონა. ამას ჰაერზე არ ვამბობთ. უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში 2022 წლის მარტში სტამბოლში მოლაპარაკებები იმართებოდა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის. სალაპარაკო თემა, რა თქმა უნდა, ომის დასრულების პირობები იყო. ეს მოლაპარაკებები მალევე ჩაიშალა და მაშინ ყველაფერი რუსეთს დააბრალა, მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ყოფილა. მას ხელი უკრაინის რადაში ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერმა დავით არახამიამ დაადო. სწორედ მან თქვა ინტერვიუში, რომ მოლაპარაკებების მსვლელობისას ჯონსონი ჩაერია პროცესში. მოლაპარაკებების შეწყვეტა და ომის გაგრძელება ურჩია უკრაინელებს. მათაც დაუჯერეს. ამ შეცდომის შედეგებს კი მესამე წელია იმკიან. უკრაინის ომი იდეალური შესაძლებლობა გახდა შეერთებული შტატებისთვის, რომ სარგებელი ენახა. გავიხსენოთ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ნათქვამი, რომ უკრაინისთვის გაწეული ამერიკული დახმარების 90% ისევ ამერიკაში რჩება. ამერიკის მიმავალი პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ეს მოცემულობა კიდევ უფრო კარგად განმარტა. როგორც სალივანმა ახსნა, ამერიკა უკრაინას მოძველებულ იარაღს უგზავნის, რომელსაც აქამდე საწყობში ინახავდა. სამაგიეროდ თავისთვის ახალ შეკვეთებს აძლევს კომპანიებს და ახალ იარაღს იღებს. მშვენიერი კომბინაციაა. უკრაინა ნაწილებად იშლება. მილიონობით უკრაინელი დევნილია ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ასობით ათასი უკრაინელი დაღუპულია. სამაგიეროდ ამერიკის იარაღის მწარმოებელი კომპანიები მოგებას ითვლიან. ამერიკაში დასაქმებულების რაოდენობა ნარჩუნდება და მმართველი პოლიტიკური ელიტა და ამერიკული deep state კი პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობენ რუსეთის სტრატეგიული დასუსტების გეგმაში. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა და მისი გეგმები უკრაინის ომთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება deep state-ის გეგმებს. დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო კამპანიის წარმოებისას და შემდეგაც ნათქვამი აქვს, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს. ამავეს ამბობს უკრაინის საკითხში ტრამპის განსაკუთრებული წარმომადგენელი კიტ კელოგიც. ეს მოცემულობა შტატების deep state-ის გარდა მათ ფილიალებში ევროკავშირის სტრუქტურების სახით ასევე არ მოიწონეს და ვნახეთ ისეთი განცხადებები, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს ევროკავშირის ხედვებთან დაკავშირებით უკრაინაში მიმდინარე ომზე. თუ 2022 წელს მარტში მოლაპარაკებები დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ფარულად ჩაშალა, დღეს თითქმის იმავე საკეთებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასიც. მისი განცხადებით, დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის პრეზიდენტისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის იზულება და სანაცვლოდ უზრუნველყონ კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები არ იყოს ცარიელი დაპირებები. ანუ მშვიდობაზე საუბარი უნდა დასრულდეს და უსაფრთხოების გარანტიებზე დაპირებები რეალური გახდეს? კი, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიები სამშვიდობო მოლაპარაკებებში აღარ შედის? ყოველი შემთხვევისთვის აქამდე ასე იყო და ეთყობა ესეც შეიცვალა. უფრო მეტიც, კაია კალასის აზრით, ნაადრევად მოლაპარაკებებისკენ ნებისმიერი ბიძგი სინამდვილეში იქნება ცუდი გარიგება უკრაინისთვის. აქ დავსვათ შეკითხვა, რას ნიშნავს ნაადრევად? ომის მესამე წლის მიწურულს არ დადგა იმის დრო, რომ მხარეებმა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ისაუბრონ? თუ კიდევ დამატებით 3 წელი უნდა გავიდეს და მერე დადგება მოლაპარაკებების დრო. მოკლედ რომ ვთქვათ, კაია კალასი ყველანაირად შეეცადა პოლიტიკური და დიპლომატიური ენით საკუთარი მცდელობა შეეფუთა, მაგრამ მაინც არ გამოუვიდა. მისი განცხადებები პრაქტიკულად ნიშნავს ომის გაგრძელების სურვილს და მოწოდებას უკრაინისა და მისი ხელისუფლებისთვის, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე არც იფიქრონ. კაია კალასის განცხადება კი ევროკავშირის მმართველი პოლიტიკური ელიტის პოზიციად უნდა მივიღოთ. ასე მივიღეთ მოცემულობა, რომ შტატების მომავალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ევროკავშირის პოლიტიკური ბიუროკრატიის, ანუ ევროკრატების ხედვა უკრაინასთან მიმართებით ერთმანეთს დაუპირისპირდა. ვარაუდის სახით ნურს იმას გამოურიცხავთ, რომ ევროკრატებმა ყველაფერი გააკეთონ, რათა ტრამპის სამშვიდობო გეგმა ვერ შესრულდეს
და შემდგომი შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებიც ან არ შედგეს, ან მალევე ჩაიშალოს. ისე როგორც ეს სტამბოლში მოხდა. ეს სცენარი შტატების Deep State-ისა და ევროკრატებისთვის პოლიტიკურად ორმაგად მომგებიანი იქნება. პირველი იმიტომ, რომ უკრაინის ომი თავის როლს ევროკავშირის დასუსტებაში კიდევ შეასრულებს. მეორე კი იმიტომ, რომ სალაპარაკო და ტრამპისთვის დასაყვედრებელი იქნება, რომ მან დაპირება უკრაინაში ომის დასრულებაზე ვერ შეასრულა. ამ თემაზე მსჯელობისას უნდა ვთქვათ მოტივიც, თუ რატომ შეიძლება არ ჰქონდეთ შტატების Deep State-სა და ევროკავშირის პოლიტიკურ ელიტას, ევროკრატებს უკრაინაში ომის დასრულების სურვილი. ეს ისტორია კი 2006 წელს იწყება, როდესაც ევროკავშირის ეკონომიკამ $1.5 ტრილიონით აჯობა ამერიკის ეკონომიკას, რაც შტატებში წითელი ნიშანი იყო. დღის წესრიგში ევროკავშირის კონკურენციის გზიდან ჩამოშორება დადგა და გეგმაც მალევე ამუშავდა. ამ გეგმაში კი უკრაინაში მიმდინარე ომი საშუალებაა დასუსტდეს ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკები და ამ ფონზე შტატების ეკონომიკა მოძლიერდეს. აქ საუბარი არ ეხება მხოლოდ ფინანსურ დახმარებას ევროპის ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის. საუბარია ევროპული კომპანიების ამერიკაში გადასვლაზე ან დახურვაზე, ან კიდევ თანამშრომლების შემცირებაზე. ეს პროცესიც უკვე დაწყებულია. ასე რომ კაია კალასისა და მისი სახით ევროკრატების დამოკიდებულებასა და განცხადებებს ახსნა ნამდვილად აქვს. უკრაინაში ომის გაგრძელების მცდელობების შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. როგორც ბოლოდროინდელი მოვლენები გვაჩვენებს, კოლექტიური დასავლეთი მართლაც ბოლო უკრაინელამდე აპირებს ბრძოლას. დასავლური მედია და მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ადრე ამ ფრაზას რუსულ პროპაგანდას და კონსპიროლოგიას მიაწერდნენ. თუმცა დღეს უკვე ნებისმიერ მათგანს გაუჭირდება ამ ფაქტის უარყოფა. მე მომწონს ის სტრუქტურული გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ. თუ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდებასა და ეკონომიკურ დახმარებას, უკრაინა იბრძოლებს ბოლო ადამიანამდე. რამდენიმე დღის წინ კიევში უკრაინელი პოლიციელები და სამხედროები გაჩერებული მანქანის მძღოლის ძალადობრივ მობილიზაციას ცდილობდნენ. მძღოლი უკრაინელ სამართალდამცავებს კარებს არ უღებდა. უკრაინელი სამხედროები ჯერ მანქანის კარებს ეჯაჯგურებოდნენ, არაფერი რომ არ გამოუვიდათ, მერე გაზი შეაშხაპუნეს ფანჯრის გარშემო და ცეცხლი წაუკიდეს. აი აქამდე დაეცა უკრაინელი სამართალდამცავების დონე, რომ უკვე საკუთარ მოსახლეობას უკიდებენ ცეცხლს. ოღონდ საზარბაზნე ხორცის დანაკლისი შეავსონ. ამ შემზარავმა კადრებმა უკვე მთელი მსოფლიო მოიარა. დაკომპლექტების ტერიტორიული ცენტრი, რომლის უკრაინული აბრევიატურა ჟღერს როგორც TCK, მთელს უკრაინაში მამაკაცების მობილიზაციითაა დაკავებული, მაგრამ რეალურად ეს უფრო მათზე ნადირობას წააგავს. ამ ორგანიზაციის თანამშრომლები ყველგან ძალის გამოყენებით შედიან, სავაჭრო ცენტრებიდან დაწყებული ეკლესიებით დამთავრებული და მამაკაცებს სასტიკი და ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ ფრონტზე გასაგზავნად. ცნობილი უკრაინული ბენდის ოკეანელზის კონცერტის მერე მათ მასობრივად დაიწყეს მაყურებლების დაკავება, რასაც ხალხის დიდი უკმაყოფილება მოყვა. იყო ასევე ტრაგიკომიკური შემთხვევა, როდესაც TCK-ს თანამშრომლები ლოუის სტრიპტის კლუბში შევარდნენ. მაგრამ ხანდახან სიტუაცია ბევრად უფრო ტრაგიკულია, როდესაც უკრაინელი სამხედროების რეიდებს არასრულწლოვანი ბავშვებიც კი ეწირებიან. არადა ეს კანონის უხეში დარღვევაა. უკრაინულმა სამხედრო კომისარიატის გაშმაგებულმა თანამშრომლებმა ოდესაში 14 წლის ობოლი ბავშვის სცემეს და აწამეს. როცა მისი ასაკი გაიგეს, ტრასაზე მიაგდეს და დაემუქრნენ, რომ მას ამის შესახებ მედიისთვის ინფორმაცია არ მიეწოდებინა. მსგავსი შემზარავი ინციდენტი მოხდა ასევე ზაკარპატიეში, სადაც უკრაინელმა ძალოვნებმა ახალგაზრდა ბიჭი გაიტაცეს, აწამეს და იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ ბიჭმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა. ასეთი ველური და დანაშაულებრივი ფორმებით ხდება უკვე უკრაინაში ადამიანური რესურსის შეგროვება ომის გასაგრძელებლად. ომი კი თითქმის არავის აღარ უნდა, რაც სულ უფრო და უფრო მსხვერპლშეწირვას ემსგავსება. Найти сегодня пехотинца, готового вступать. დღესდღეობით ქვეითის პოვნა, რომელიც მზადაა სროლით დაპირისპირებაში შევიდეს, ეს უკრაინულ შეიარაღებულ ძალებში ბიბლიური იშვიათობაა. ეს პირველ რიგში ძალადობრივი მობილიზაციის შედეგია. შეიძლება ადამიანი დაიჭირო, ფორმა ჩააცვა, იარაღით აღჭურვო, მაგრამ ის არ იომებს, თუ მას ეს არ სურს. უკრაინის პროკურატურის ოფიციალური მონაცემებით 100,000-ზე მეტ მოქალაქეს დეზერტირობის ბრალი აქვს აყენებული. რეალური ციფრი კი შეიძლება ორჯერ, სამჯერ უფრო მეტი იყოს. ქვეყანაში საყოველთაო იმედგაცრუება და ფრუსტრაციაა. გელაპის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, უკრაინელების უმრავლესობა
უმრავლესობას აღარ სურს ომის გაგრძელება. თუ 2023 წელს გამოკითხულთა 63% ომის გაგრძელებას უჭერდა მხარს, დღეს უკვე რადიკალურად საპირისპირო განწყობებია. მაგრამ გლობალური ომის რადიკალურად საპირისპირო განწყობებია. ტრამპის გამარჯვების შემდეგ დასავლურ 2023 ბაიდენის ადმინისტრაციის 63% ომის გაგრძელებას უჭერდა მხარს, დღეს უკვე რადიკალურად საპირისპირო განწყობებია. რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე შესატევად გამოიყენოს. ომის გაგრძელების მსურველებმა უკრაინას უფლება მისცეს ათაქამსი, ჰაიმარსი და სხვა შემტევი სარაკეტო დანადგარები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ისროლოს. ეს ომის გახანგრძლივების პირველი ნაბიჯი იყო. ახლად არჩეულმა დონალდ ტრამპმა ჯერ ჟურნალისტებს აუწყა, რომ ზელენსკი ინაუგურაციაზე არ დაპატიჟა. ზელენსკი ინაუგურაციაზე დაპატიჟეთ? არა, მაგრამ თუ უნდა მოვიდეს, მე ის არ დამიპატიჟებია. ხოლო შემდეგ კი თავისი ბრაზი გამოხატა ბაიდენის გუნდის ავანტიურისტული გადაწყვეტილების გამო და არ გამორიცხა, რომ საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ უკრაინელებისთვის მიცემული ნებართვა რუსეთის ტერიტორიაზე შემტევი იარაღის გამოყენების თაობაზე გააუქმოს. ჩემი აზრით, მათ არ უნდა მიეცათ უკრაინისთვის იმის უფლება, რომ რაკეტები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ესროლათ 200 მილის რადიუსზე. მე ვფიქრობ, რომ ეს ცუდი აზრი იყო. ამან ჩრდილოეთ კორეელების ჩართვა გამოიწვია კონფლიქტში. ამის ნება არ უნდა მიეცათ და განსაკუთრებით ჩემი საპრეზიდენტო ვადის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. რატომ გააკეთეს ეს ჩემთან კონსულტაციის გარეშე? მე მათ ამის გაკეთების უფლებას არ მივცემდი. ეს დიდი შეცდომა იყო. თქვენ შეცვლით ამ გადაწყვეტილებას, როდესაც თქვენს ადგილს დაიკავეთ. კი, შეიძლება. ეს ძალიან სულელური გადაწყვეტილება იყო. მაგრამ შეერთებული შტატების ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ეს არ იმყოფინა და უკრაინელებს დაჟინებით მოთხოვა მამაკაცების გასაწვევი ასაკის შემცირება 25-დან 18 წლამდე. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ზედმეტი პირფერობის გარეშე უკრაინის ხელისუფლებას მკაცრად სთხოვს სამობილიზაციო ასაკის შემცირებას. რაც შეეხება მობილიზაციას, ეს საკმაოდ კრიტიკული საკითხია. ფულის და სამხედრო აღჭურვილობის მიუხედავად ფრონტის ხაზზე ხალხია საჭირო. რათა რუსულ აგრესიას გაუმკლავდნენ. უკრაინამ უნდა მიიღოს მძიმე გადაწყვეტილებები შემდგომი მობილიზაციის თაობაზე, მაგრამ ეს აუცილებელია. ჩვენ ვალდებულება გვაქვს. თვითოეულ უკრაინელ მობილიზებულ ჯარისკაცს ჩვენ ვპირდებით, რომ მოვამზადებთ და აღვჭურვავთ. ბლინკენის სიტყვებს კარგად თუ მოусმენთ, ყველაფერი ნათელია. მისი მესიჯი მარტივია. ამერიკელები ფულს და შეიარაღებას დებენ ფსონზე, ხოლო უკრაინელებმა ადამიანური მსხვერპლი უნდა გაიღონ. თუნდაც ეს ქვეყნის გენოფონდის და მომავლის განადგურებას ნიშნავდეს. ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი, რომელიც ევროპაში შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების მეთაური იყო, უფრო შორს წავიდა და უკრაინელებს მიუთითა, რომ ფრონტის ხაზზე ახალგაზრდები გაუშვას, ასევე ქალები და ევროპაში გახიზნული ლტოლვილებიც მიაშველოს. გულწრფელად რომ გითხრათ, რამდენიმე წლის წინ პირველად გავიგე, რომ უკრაინა ახალგაზრდების მობილიზებას არ ახდენს რუსულ აგრესიასთან საბრძოლველად და ეს ძალიან გამიკვირდა. ჩემი აზრით, უკრაინაში გასაწვევი ასაკი ძალიან მაღალია. მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში სამხედრო სამსახურს 18-19 წლიდან იწყებენ. უკრაინასაც შეუძლია ამ შესაძლებლობის გამოყენება. მე გერმანიაში ვცხოვრობ და აქ ბევრი უკრაინელია. მე მათ ყველგან ვხედავ. ეს არასწორია. აქ მხოლოდ ის ხალხი უნდა იყოს, ვისაც არ შეუძლია უკრაინას ბრძოლაში დაეხმაროს. ჯერჯერობით უკრაინის ხელისუფლება დასალურ დირექტივას არ თანხმდება, მაგრამ როგორც ჩანს ეს დროის საკითხია და ახალი წლის შემდეგ მოუწევთ საკუთარი ქვეყნისთვის დამანგრეველი გადაწყვეტილების მიღება და ფრონტზე გასაწვევი ასაკის მაქსიმალური შემცირება. უკრაინის უმაღლესი რადას მრჩეველმა ნაზარი ვოლიანსკმა აღნიშნა, რომ 2025 წლის დასაწყისში ისინი იძულებულები იქნებიან დაწიონ ასაკი. ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები 2022 წლიდან მოგვიწოდებენ სამობილიზაციო ასაკი 18 წლამდე შევამციროთ და ეს მესამე წელია, რაც გრძელდება. როცა მეკითხებიან შემცირდება თუ არა, რა თქმა უნდა შემცირდება. შემდეგ წელს, მე ვფიქრობ იანვარში, თებერვალში ან მარტში, ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამერიკული ადმინისტრაცია წნეხს ახორციელებს ჩვენზე.
ამჟამად უკრაინელი ჯარისკაცების საშუალო ასაკი 40 წელია. ამის შესახებ კანადის ელჩმა უკრაინაში ნატალკაც მოცმა განაცხადა. უკრაინა ამ მონაცემებს ოფიციალურად არ ადასტურებს. სააგენტო როიტერსი იტყობინება, რომ უკრაინელი ბიჭები, რომლებიც მალე 18 წლის გახდებიან, ბუნდოვანი დილემის წინაშე დგანან. დატოვონ ქვეყანა თუ დარჩნენ. რადგანაც ისინი შიშობენ, რომ შემდეგ მათ ქვეყნის დატოვების უფლებას არ მისცემენ და მობილიზებულები იქნებიან. იქამდე კი უკრაინულმა რადამ ქალების სამხედრო მობილიზაციას დაუჭირა მხარი. უკრაინული პარლამენტის წევრმა დმიტრი რაზუმკოვმა განაცხადა, რომ ქალებს, რომელთაც გავლილი აქვთ სამხედრო მომზადება, ავტომატურად დგებიან აღრიცხვაზე და შეიძლება მობილიზებულები იყვნენ ნებისმიერ დროს. აღნიშნული კანონპროექტი 3 დეკემბერს მიიღეს. Я не думала, что когда-нибудь будет цей момент. ამერიკელების ღია მცდელობას უკრაინაში ომის გახანგრძლივების შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმაც დაუჭირა მხარი და არ გამორიცხა ბრიტანული ჯარების განთავსება დასავლეთ უკრაინაში, უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნის მიზნით. ასეთი დასკვნა გააკეთა The Times-მა სტარმერის და ზელენსკის საუბრის შემდეგ. ამერიკულ-ბრიტანული დუეტი ყველაფერს აკეთებს ამ ომის მაქსიმალური ესკალაციის მიზნით. ევროკრატებმაც არ დააყოვნეს და ოკეანის გაღმა პატრონების მილიტარისტული სურვილები ევროკავშირის ეგიდითაც გააჟღერეს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს ზელენსკისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების შეთავაზება. სავარაუდოდ ისინი უკრაინელების საბრძოლო შემართების დაცემით და ბოლოდროინდელი უკან დახევით არიან იმედგაცრუებულები. უკრაინის მდგომარეობა ბრძოლის ველზე კი ძალზედ სავალალოა. უკრაინული წყაროს War Infographics-ის ბოლო მონაცემების თანახმად, 2024 წლის ნოემბერში რუსეთმა უკრაინაში თითქმის 5-ჯერ მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე მთელი 2023 წლის მანძილზე. ხოლო 2024 წლის 11 თვის სტატისტიკით, რუსეთმა 19-ჯერ უფრო მეტი ტერიტორია დაიპყრო, ვიდრე 2023 წელს. რუსული ჯარი აგრძელებს კურსკის მიმართულებით კონტრშეტევას, სადაც უკრაინელებმა იქ PR აქციისთვის დაკავებული ტერიტორიის ნახევარი დაკარგეს. რუსული ჯარი დონეცკის ოლქში ისეთი ტემპით მიიწევს წინ, რაც ომის დაწყების მერე არ უნახავ. ყველაზე აქტიურ შეტევას რუსული ძალები კურახოვოს მიმართულებით ახორციელებენ. ბოლო თვის განმავლობაში რუსებმა უკრაინულ ქალაქს ორი მხრიდან შემოარტყეს ალყა. ცუდი მდგომარეობა აქვთ უკრაინელებს პოკროვსკშიც. უკრაინული წყაროები იტყობინებიან, რომ ფრონტის ხაზი 8 კილომეტრითაა დაშორებული ყველაზე დიდი ნახშირის მაღაროდან. რუსულმა არმიამ უკრაინელების სამხედრო და ადამიანური კუთხით გამოფიტა და ამას ყველა აღიარეს. ფრანგ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მოღუშულმა აღიარა, რომ უკრაინა შეიძლება საკუთარ ტერიტორიაზე უარის თქმა მოუწიოს. Юридично мы не можемо ჩვენ არ შეგვიძლია ტერიტორიების დათმობა. უკრაინის კონსტიტუცია ამის უფლებას არ გვაძლევს, მაგრამ ჩვენ არ შეგვწევს იმის ძალა, რომ დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები. ჩვენ შეიძლება მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების წნეხის იმედი გვქონდეს, რომ პუტინი აიძულონ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. მაგრამ შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტია და მათი სატელიტები მოლაპარაკების მაგივრად ზელენსკის ომის გაგრძელებისკენ უბიძგებენ. დიპლომატიის მაგივრად იარაღის ჟღარუნს და ფრონტის ხაზზე თინეიჯერების გაგზავნას ცდილობენ. განა ესაა სოლიდარობა და უკრაინელების თანადგომა. უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ნურთს საქართველოსა და მეორე ფრონტის საკითხს დავივიწყებთ. ის ადამიანები, ვინც დღეს ქუჩაში დგანან და ბოლომდე უკვე თავადაც აღარ იციან რას აპროტესტებენ, თავის დროზე მეორე ფრონტისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ანუ ფაქტობრივად ომის გამოცხადებას ითხოვდნენ და ქუჩაშიც აქტიურად იკრიბებოდნენ. ხოლო ის ევროკრატები დღეს რომ უკრაინასა და მის ხელისუფლებას გაურკვეველ დაპირებებს აძლევენ და ომში გამარჯვებას პირდებოდნენ, თავის დროზე ჩვენ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. ამიტომაც არის მართებული და აუცილებელი პრაგმატული პოლიტიკის გატარება ყველასთან, რუსეთთანაც, ევროკავშირთანაც და შტატებთანაც, ის რასაც დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება აკეთებს. მე იონე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე უყურეთ ევროკრატიას.